ჰენრი სეხუდოსთან რევანში კვლავ ძალაშია და რამდენად რეალურია, რომ თქვენი მატჩი საერთოდ საქართველოში ჩატარდეს და საერთოდ რა ხდება პიოტრ იანთან ბრძოლაზე, რატომ ჭიანურდება თარიღის დანიშვნა. ჰენრი სეხუდოსთან ჭიდაობის მატჩის იდეა ჩემთვის კვლავ ძალიან აქტუალურია და დიდი სიამოვნებით გავალ მასთან ხალიჩაზე კიდევ ერთხელ. UFC-ში ის ჩემ სტილში, ჩემივე ტეიქდაუნებით დავამარცხე, ახლა კი მინდოდა შანსი მის მშობლიურ სტიქიაში, წმინდა ჭიდაობაში მიმეცა, სადაც ის ოლიმპიური ჩემპიონია. ძალიან დამწყდა გული, რომ ბოლო მომენტში პირადი მიზეზების გამო ჩაეხსნა. იმედია მალე დაბრუნდება. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ამაზე ბევრი მიწერია და მიჩხუბია. ჩემს ქვეყანას ნამდვილად სწილდება დიდი ტურნირი. ვფიქრობ, RAF-ის ორგანიზაცია უფრო სწრაფად და ოპერატიულად მოახერხებს საქართველოში ჩასვლას, რადგან იქ ძალიან მარტივი, გახსნილი და კარგი ხალხი მუშაობს. თუმცა რა თქმა უნდა, UFC-ს ჩასვლაც თბილისში მხოლოდ დროის საკითხია და ეს აუცილებლად მოხდება. რაც შეეხება პიოტრ იანს და ჩემს იძულებით პაუზას, დიახ, მე ყოველთვის ფორმაში ვარ. ჩემმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვუდმაც იცის, რომ დარბაზიდან არ გამოვდივარ და თუ მეტყვიან მომავალ კვირასვე ვიჩხუბებ გალიაში. ჩემთვის არ არსებობს განსხვავება საწვრთნელ ბანაკსა და ჩვეულებრივ რეჟიმს შორის. მე სულ მზადყოფნაში ვარ. იანთან დაკავშირებით კი სრული შიშუმეა. მისგან არანაირი სიგნალი არ მოდის. ინტერვიუებში კი ამბობდა ივნისში მზად ვიქნებიო, მაგრამ ივლისის ქარდი უკვე დაკომპლექტდა. მალე აგვისტოსაც გამოაცხადებენ და ორგანიზაციას ჩემთვის ჯერ არაფერი უთქვამს. ვიცი, რომ ჩემი მომავალი მეტოქეისაა, მაგრამ კონკრეტულ თარიღს არ მეუბნებიან. როგორც ჩანს, პიოტრი დროს წელავს და არ ჩქარობს. როდესაც ჩემპიონი ვიყავი, შემეძლო UFC-სთვის მომეთხოვა, რომ ხშირად მყოფილიყავი დაკავებული. ახლა კი ტიტული არ მაქვს და იძულებული ვარ ოპონენტის გადაწყვეტილებას ველოდო. ეს თამაშის წესებია და სხვა გზა არ არის. მოთმინება უნდა იქონიო. სწორედ ამიტომ გამოვდივარ ჭიდაობის ტურნირებზე. მინდა მუდმივად ტონუსში ვიყო. გამოვიწვიო საკუთარი თავი და ხალხს სანახაობა ვაჩუქო. სენამ დიდი ჩხუბის თარიღი გაირკვევა. რას ფიქრობ შონ ომალისა და აიმან ზაჰაბის მოახლოებულ ბრძოლაზე და საერთოდ როგორ შეაფასებ სიტუაციას ჩვენს დივიზიონში? ომალისა და ზაჰაბის დაპირისპირება ძალიან ინტერესო ამბავია. პირადად მე, რა თქმა უნდა, შონის მხარეს ვარ და მას გულშემატკივრობ. ჩვენ ორჯერ ვიჩხუბეთ, მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს და ვიცი რა დონის მებრძოლიცაა. თუმცა ზაჰაბიც მაგარი ბიჭია, რომელიც რეიტინგის ტოპ 10-ში სრულიად მოულოდნელად შეიჭრა და ბევრს მისი ასეთი პროგრესი არ ტკიჟრებოდა. ეს იქნება კლასიკური ამერიკულ-კანადური დაპირისპირება აშშ-ში, სადაც სასწორზე ბევრი რამ დევს. ვფიქრობ, შონს აქვს ყველა შანსი, რომ ეს შეხვედრა მოიგოს. გამარჯვებული კი სავარაუდოდ საჩემპიონო ქამრის შემდეგი პრეტენდენტი გახდება. ასე რომ ამ წონაში მოწყენილობა ნამდვილად არ გველის. საერთოდ სუპერმსუბუქი წონა ახლა დუხს როგორც არასდროს. უამრავი ნიჭიერი ათლეტია და ყოველი ახალი ქარდი დიდ ინტერესს იწვევს. კორი სენდჰეგენი ხვდება მარიო ბატისტას, რომელიც ბოლო ბრძოლებში უბრალოდ ფანტასტიკურად გამოიყურება. მე მზად ვარ ნებისმიერთან საჩხუბრად, რადგან ჩემი მიზანი მხოლოდ ტიტულია. რეალურად მე უკვე ამ დივიზიონის მეორე წრეზე წავედი. თითქმის ყველა წამყვანი მებრძოლი მხავის დამარცხებული, ვინც კი რეიტინგის სათავეში იყო. უმარ ნურმაგომედოვი, კორი სენდჰეგენი, თავად ოუმალი ორჯერ, ყველას მოუგე. ახლა წონაში სისხლი განახლდა, ახალი სახეები გამოჩნდნენ. მაგალითად, თუ ზაჰაბი გაიმარჯვებს, მასთან ჯერ არასდროს მიჩხუბია და ახალი გამოწვევა იქნება. ასე რომ თუ მესამე წრეზე წასვლა დამჭირდება, არც მაგაზე მაქვს პრობლემა. უბრალოდ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ფიქრობ ხოლმე პიოტრ იანთან ბრძოლაზე ვარჯიშის დროს და რა სიტყვის შენს როლზე, როგორც სეკუნდანტი სხვა სპორტსმენებისთვის? იანზე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ არა გადამეტებულად. უფრო იმ კუთხით ვაანალიზებ თუ რა შეცდომები დაუშვი ჩვენს მეორე შეხვედრაში, რა არ წავიდა სწორად საწვრთნელ ბანკაკში და რისი გამოსწორებაა საჭირო. ზოგადად მე ნაკლებად მკონცენტრირდები ოპონენტებზე. ჩემი მთავარი მიზანი საკუთარი თავის გაუმჯობესებაა. მინდა ვიყო დღევანდელზე უკეთესი, სწორად ვიკვებო, წონის კლება გავაკონტროლო და დარბაზში მაქსიმუმი გავიღო. ვიცი რომ იანთან ბრძოლა გარდაუვალია, უბრალოდ თარიღს ველოდები. ამავდროულად ძალიან მიყვარს ჩემი თანაგუნდელების მხარდაჭერა. ახლახან ტურნირზე ჩემი ბიჭების სეკუნდანტი ვიყავი, სინდიკეითის დარბაზიდან. მაგალითად, პუმინიკა ავიღოთ. ჩვენ ერთად 2013 წლიდან ვარჯიშობთ. ის ნამდვილი მხეცია. მე, ის და ალჯამეინ სტერლინგი წლებია ერთად ვსპარინგობთ. ჩემს თვალში ის დღემდე დაუმარცხებელია, რადგან მისი ბოლო წაგება სუფთა მსაჯების შეცდომა და გაუგებრობა იყო. მეტოქემ გონების დაკარგვის შემდეგაც არ გაუშვა ხელი და ეს ზარის შემდეგ მოხდა. მე ყოველთვის დაუდგები გვერდით ჩემს მეგობრებს კუთხეში, რადგან ეს არის MMA-ის არსი.
მთავარი მწვრთნელები ხშირად დაკავებულები არიან. სულ მოგზაურობენ სხვადასხვა მებრძოლებთან ერთად და ფიზიკურად ყველგან ყოფნას ვერ ასწრებენ. სწორედ ამიტომ ჩვენ, ვარჯიშის პარტნიორები, ერთმანეთს მაქსიმალურად ვეხმარებით. ალჯო, ჰასანი ჩეჩენეთიდან და სხვა ბიჭები, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთმანეთისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მერაბ, მადლობა დიდი ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ ფრენკი ედგართან მოახლოებულ მატჩში და იმედია მალე პიოტრ იანიც გიპასუხებს ზარებს და ბრძოლის თარიღს გაგიგებთ. უღრმესი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ ამ ყურადღებას. მოუთმენლად ველოდები მომავალ კვირას ხალიჩაზე გასვლას, რადგან RAF-ის ორგანიზაციაში გამოსვლა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. როგორც გითხარით, მე მიყვარს მუდმივი მოძრაობა, საქმით დაკავება და საკუთარი თავის გამოცდა სხვადასხვა ამპლუაში. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ორგანიზატორები მომავალში შემომთავაზებენ ახალ ორთაბრძოლებს ჭიდაობაში, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები და გავაგრძელებ ამ გზას, სანამ ჩემი ძირითადი ბრძოლის დეტალები დაზუსტდება. ფრენკი ედგარი ნამდვილი ლეგენდაა. მეც ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ძალიან მაგარ სანახაობას იხილავენ, სადაც ორი უმაღლესი დონის სპორტსმენი ერთმანეთს ჭიდაობის წესებით დაუპირისპირდება. რაც შეეხება პიოტრ იანს, იმედია ადრე თუ გვიან ის მაინც აიღებს ტელეფონს და ასრულებს თავის ხანგრძლივ პაუზას და ჩვენი ტრილოგიის ზუსტ თარიღსა და ადგილს შევიტყობთ, რადგან ამ ორთაბრძოლას მთელი სპორტული სამყარო ელოდება. მე მზად ვარ ნებისმიერ დროს, ჩემი ფორმა იდეალურია და დარბაზიდან საერთოდ არ გამოვდივარ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობს, ვინც ჩემს გვერდით დგას და ვისაც ჯერა ჩემი წარმატების. შევხვდებით ტურნირზე, წინ დიდი ამბები გველოდება. მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენი სტუმარია UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში აპირებს თავისი სადებიუტო შეხვედრის გამართვას RAF-ის ორგანიზაციაში. მისი მეტოქე კიდევ ერთი ნამდვილი ლეგენდა, ფრენკი ედგარი იქნება. ჩემთვის ყოველთვის უდიდესი პატივია მერაბ დვალიშვილთან საუბარი. მერაბ, როგორ ხარ, როგორ განწყობაზე ხარ? პირადად მე ძალიან ვნერვიულობ და ველოდები შენს პირველ გამოსვლას. ვიცი რომ ბოლო პერიოდში გარკვეული იმედგაცრუება გქონდა, როდესაც ჰენრი სეხუდოსთან დაგეგმილი ჭიდაობის მატჩი ჩაიშალა მისი უარის გამო. საინტერესოა, რა რეაქცია გქონდა, როდესაც მოულოდნელად ფრენკი ედგარის კანდიდატურა შემოგთავაზეს. გარდა ამისა, თქვენ ხომ ფაქტობრივად ერთსა და იმავე წრეში ტრიალებთ ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში. აქამდე თუ გქონიათ ერთად ვარჯიშის გამოცდილება, ან თუ გადაკვეთილა თქვენი გზები სპორტულ დარბაზებში. ყველამ კარგად იცის, რომ შენ ძიუდოდან მოხვედი, თუმცა MMA-ში ფენომენალურ თეიქდაუნებსა და ჭიდაობის უმაღლეს კლასს აჩვენებ. რამდენად საინტერესოა შენთვის საკუთარი ძალების გამოცდა წმინდა ჭიდაობის ფორმატში. არის ეს უბრალოდ გართობა და აქტივობის შენარჩუნება, თუ ამასაც ისეთივე სერიოზულობით უდგები, როგორც შენს ძირითად კარიერას შერეულ ორთაბრძოლებში. გამარჯობა, მე ძალიან კარგად ვარ. მადლობა კითხვისთვის. რაც შეეხება სეხუდოსთან ჩაშლილ შეხვედრას, მართლაც გულდასაწყვეტი იყო, რადგან იმ მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებოდი. თუმცა, როდესაც ორგანიზატორებმა მაისის ტურნირზე ფრენკი ედგართან ორთაბრძოლა შემომთავაზეს, ამან ძალიან გამამუხტა. ედგარის მიმართ უდიდეს პატივისცემას უგრძნობ, ის უმაღლესი დონის ათლეტია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჭიდაობის მატჩი მაქვს, ჩემი ძირითადი ფოკუსი მაინც შერეულ ორთაბრძოლებზე, MMA-ის რჩება. მე არ ვცდილობ კლასიკურ მოჭიდავედ გადაქცევას, უბრალოდ გამოვდივარ, რომ ვისიამოვნო და მაყურებელს კარგი სანახაობა ვაჩუქო. ფრენკის სუფთა ჭიდაობის ბაზა აქვს, მე კი ძიუდოისტი ვარ. თუმცა ჩემი საქმე MMA ჭიდაობაა და ვფიქრობ, ეს დაპირისპირება ძალიან საინტერესო სპექტაკლი იქნება. რაც შეეხება ჩვენს წარსულს, მიუხედავად იმისა, რომ ახლოს ვცხოვრობთ, ერთად არასდროს გვივარჯიშია. რამდენჯერმე შევხვედრივართ ერთმანეთს და შემიძლია ვთქვა, რომ ის საოცარი პიროვნება, სამაგალითო მეოჯახე და უდიდესი მებრძოლია. ჩემთვის ეს მოახლოებული მატჩი დიდი გამოწვევაა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ხალიჩაზე სუფთა ჭიდაობა სრულიად სხვა რეალობაა. აქ სპეციფიკური წესებია, დაბალი დგომია, ზონის გარეთ გაყვანაზე ქულები იწერება და აბსოლუტურად განსხვავებული დინამიკაა, ვიდრე გალიჯაზე, სადაც დარტყმების ფონზე აკეთებ თეიქდაუნებს. დარბაზში ჩემს ძმასთან ერთად სულ ვჭიდაობ, მაგრამ ოფიციალური შეხვედრა მაინც სხვა პასუხისმგებლობაა და მოუთმენულად ველოდები ხალიჩაზე გასვლას.